თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ვიცე-პრემიერის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფის ფაქტზე მამია კვირკველია 4,000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნული ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გამოავლინა და რეაგირებისთვის სასამართლოს მიმართა. როგორც ცნობილია, მოქალაქე მამია კვირკველიამ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მედიის პოსტზე მამუკა მდინარაძეს შეურაცხყოფა მიაყენა. მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით მიმდინარეობდა. მოსამართლემ განმარტა, რომ კვირკველიას განცხადება ახლოსაც არ არის გამოხატვის თავისუფლებასთან და მისი განცხადება სიძულვილის ენა და ადამიანის შეურაცხყოფაა. სასამართლოზე კვირკველიას გამოუცხადებლობა მოსამართლე დავით მაკარაძემ სასამართლოს უპატივცემულობად ჩათვალა და როგორც მან აღნიშნა, მაქსიმალური სახდელი გამოიყენა. მამია კვირკველიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ დღეს გამოაცხადა გადაწყვეტილება, დადგენილებით სრულ იქნა სამართალდამღვევად და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4,000 ლარის ოდენობით. ამ პიროვნებამ შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ მამუკა მდინარაძეს.